გამარჯობა, მივესალმები ყველას. დღეს მინდა განვიხილო ენერგია 3. ანუ ადამიანები, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 3-ში, 12-ში, 21-ში და 30 რიცხვებში. მათი ენერგიები. დავიწყოთ 3-იანით და აქაც განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არის საბაზისო ენერგია და ყველა ენერგიებს მოიცავს. პირველ რიგში მინდა გამოვყო ერთი რამ, რომ კარმულ ნუმეროლოგიაში ეს არის შემთხვევა, როდესაც ქალებსა და მამაკაცებს ენერგიებს ცალ-ცალკე განვიხილავთ. და დავიწყოთ ესე იგი. ესე იგი, ქალები, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 3 რიცხვში. დადებით ენერგიებში. ხო, ამ ენერგიას ქვია იმპერატორი ქალი. და ეს განასახიერებს ხვავისა და ბარაქის და დედობის გამომხატველი ენერგიაა. დადებით ენერგიებში არის კაშკაშა, ემოციური, პოზიტიური, მის გვერდით ყოველთვის მუდმივად მეგობრებს ნახავთ, არიან ძალიან მეგობრული ადამიანები, უყვართ-ხმაურიანი შეხვედრები, არასოდეს არ არიან ერთ ადგილზე, მუდმივად მოძრაობენ, აქტიურები არიან, ამავე დროს ძალიან კრეატიულები. მათ შორის ძალიან ბევრია საერთოდ მხატვარი, ხელოვანი, ვიზაჟისტი, მუსიკოსი და ასე შემდეგ. ასეთი ენერგიის ადამიანები არიან მეოჯახე, მზრუნველი, რომელიც კარგად უძღვება საოჯახო საქმეებს. აქვს განსაკუთრებულად გამოხატული დედური მზრუნველი გული. თავს აღიქვავს ნამდვილ დედოფლად და ასეც წარმოჩინდება. უყვარს თავის მოვლა, სხეულის მოვლა, აქვს გამოხატული ქალურობა და ეშხი. შეუძლიათ საქმის მართვა, მოვალეობების გადანაწილება, დელეგირება, არიან დამოუკიდებლები, თვითკმარი ქალები, აქვთ მოწესრიგებული როგორც ოჯახისა და შვილების აღზრდის საკითხები, ასევე არიან რეალიზებული თავიანთ პროფესიაში. 3-იანი ენერგიისათვის მნიშვნელოვანია სტატუსი, მაგალითად ოფიციალური ცოლის სტატუსი, ოჯახის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი, ასევე სამსახურშიც თავის კარიერულ თანამდებობრივი სტატუსი და ასე შემდეგ. მოწესრიგებული აქვთ ურთიერთობები შვილებთან და ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ქალებთან. მინუს ენერგიებში აკონტროლებს და ზეწოლას ახდენს ყველაზე. თავის თავზე იღებს ძალიან ბევრ პასუხისმგებლობებს, მამაკაც თავის ნებაზე ხრის და თრგუნავს მას და მისთვის, ასე ვთქვათ, დედიკოს როლში გამოდის. არ ახდენს საქმის გადანაწილებას და ყველაფერს თავის თავზე იღებს, ზედმეტად მიჯაჭვულია დედაზე სანამ ოჯახს შექმნის და ოჯახის შექმნის შემდეგ მიჯაჭვულია ოჯახზე. არ აქვს კარგი დამოკიდებულება დედასთან და საერთოდ ქალებთან. ასევე აქვთ უკიდურესობები. ერთი ის, რომ უარს ამბობენ პროფესიულ რეალიზაციაზე და მთლიანად გადადის დედის როლში, უვლის ქმარს, შვილებს და ასეთ შემთხვევაში, რადგან 3-იანი ენერგია ხვავისა და ბარაქის ენერგია და იგი მთლიანად თავის რესურსებს ქმარში და შვილებში, ასეთი ქალის ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, აღწევენ წარმატებას, კარიერულ ზრდას, მაგრამ ამავე დროს ქალი იწყებს გამოფიტვას და ის ხდება ძალიან ნერვიული, არ არის გაწონასწორებული, ხდება ემოციური და ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობაზე აისახება. და მეორე უკიდურესობა კი არის ის, რომ მთლიანად რეალიზდება გადასულია, ესე იგი, თავის კარიერის შექმნაში, არ აქცევს ყურადღებას ოჯახს, მის ქმარ-შვილს და ასეთ შემთხვევაში ასეთი ქალები ხდებიან უკვე აგრესორები, დესპოტები, მუდამ ჩხუბობენ, ანუ უსიამოვნებები აქვთ ოჯახში. ანუ, აქედან გამომდინარე, 3-იანი ენერგიის მქონე ქალებისათვის აუცილებელია ბალანსი. ოჯახის, ქმარ-შვილის სიყვარულსა და მათ მოვლა პატრონობასა და პროფესიულ განვითარებას შორის. ახლა განვიხილოთ მამაკაცები, ანუ 3 რიცხვში დაბადებული მამაკაცები. დადებით ენერგიებში, ამ ენერგიის მამაკაცები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ქალთა გარემოცვაში. შესანიშნავად პოულობენ საერთო ენას ქალებთან. ძალიან მზრუნველი და მეოჯახე ადამიანები არიან, უყვართ ყოფითი და საოჯახო საქმიანობა, აქტიურად არიან ჩართულები შვილების აღზრდაში. რა თქმა უნდა, მამაკაცებისთვისაც მნიშვნელოვანია სტატუსი როგორც სამსახურში, ისე ოჯახში.
საიმედო და სტაბილური პარტნიორები და მეუღლეები არიან. წარმატებულია ბიზნესში, სწრაფად მიდის წინ, შეუძლია სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები და განახორციელოს ეს, შეუძლია გამოიმუშაოს და სწორად გადაანაწილოს და მართოს ფული. თუ მამაკაცი მინუს ენერგიებშია, ის ხდება ძალიან რბილი, გადაუწყვეტელი, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, გაურბის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. მამაკაცი სამიანი არის ნარცისები არიან. მათ უყვართ პუბლიკაზე ყოფნა, ანუ ყურადღების ცენტრში ყოფნა. გარშემომყოფებისათვის ის ესე უნდა იყოს ესეთი სუპერ გმირი. ასეთი მამაკაცები ხშირად თავს ქალების საშუალებით იმკვიდრებენ, ანუ ქალი აღიარებს და აღმერთებს მას. შესაძლებელია იყოს ასეთი მამაკაცი ისტერიული, თავშეუკავებელი, ემოციური და ფეთქებადი. მინუსში ასევე ასეთი მამაკაცები ოჯახში ქალის როლში გადადიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, ან არ აქვთ საკუთარი აზრი, ან აქვთ, მაგრამ ვერ ამჟღავნებენ ამ აზრებს. შესაძლებელია უკიდურესობა ჰქონდეთ და საერთოდ გაუჩნდეთ მიუღებლობა ქალებისა. შესაძლებელია ზედმეტად დამოკიდებული იყოს ჯერ დედაზე, შემდეგ ცოლზე. ასეთი მამაკაცები შეიძლება მექალთანეებიც იყვნენ, მინუსში რა თქმა უნდა, მაგრამ არა აქტიური მონადირეები და დამპყრობლები, არამედ ის, ვინც სხვებს აძლევს უფლებას უყვარდეთ ისინი. მისთვის შესაძლებელია რამოდენიმე ქალი იბრძოდეს. ის კი მხოლოდ დამკვირვებლის როლშია და მიიღებს საბოლოო ჯამში გამარჯვებულ ქალს. ამისთვის საჭიროა, რომ სამ რიცხვში დაბადებული მამაკაცების აღზრდა ბავშვობიდანვე მოხდეს სწორად. და მინდა ვთქვა, რომ კარგულ ნუმეროლოგიას აქვს ინსტრუმენტები და აქვს რეკომენდაციები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ენერგიების სწორი მართვა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა უკვე კონსულტაციის თემაა. შემდეგი ენერგია არის 12. სიმბოლურად ამ ენერგიას ჰქვია მსხვერპლი და სიმბოლიკაში გამოხატულია როგორც ფეხებით ჩამოკიდებული ადამიანი. დადებით ენერგიებში ძალიან კრეატიული, ალტერნატიული და ნოვატორული შეხედულებების ადამიანები არიან. ცხოვრებისეულ საკითხებზე აქვთ ძალიან კრეატიული და სულ სხვანაირი ხედვები. ძალიან ხელოვანი ხალხია. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ მაგალითად მოდილიანი მე-12 ენერგია იყო. არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ, მუდმივად მომართულები არიან სხვის დახმარებაზე, მხარდაჭერაზე, ძალიან გულისხმიერი, მოსიყვარული ადამიანები არიან. ასეთი ენერგიის მქონე ადამიანები ბავშვობიდან გამოირჩევიან სხვათა შორის სხვებისაგან თავისი განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით. შესაძლებელია ვერც კი გაუგონ გარშემომყოფებმა და აღიქმება რაღაცა არასტანდარტულ ბავშვად, უცხოოდ. თუ მე-12 ენერგია პლუსშია, მაშინ მას აქვს თავისი საყვარელი საქმე, რომელიც დიდ ფულად შემოსავალს მოუტანს და ამ საქმით იგი სხვებსაც მოემსახურება. მინუს ენერგიებში მიდრეკილია თანადამოკიდებულებებისადმი და მიჯაჭვულებებისადმი. არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა რაიმე ცვლილებების გასახორციელებლად. თითქოს გაჭედილები არიან. მინუსი ასეთ ადამიანს ძალიან უჭირს სხვას უთხრას არა. ხშირად განიცდის მატერიალურ სირთულეებს, რადგანაც რცხვენიათ თავისი შრომის საფასური აიღონ, ან მუშაობენ ძალიან დაბალ ხელფასზე, ან მთლიანად უხელფასოდ, საჩუქრად. რა თქმა უნდა, სხვები ამით ისარგებლობენ და ასე ვთქვათ, აჯდებიან კისერზე. ამის შემდეგ ხდება ის, რომ მე-12 ენერგიის მქონე ადამიანს უჩნდება წყენა, ყველას ადანაშაულებს, ყველაზე გულდაწყვეტილია, რის გამოც შესაძლებელია დეპრესია. და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ღრმა დეპრესია და ძალიან რთული დეპრესია შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. მეორე უკიდურესობა ის, რომ საერთოდ გულცივი და გულმოწყალე აღარ არის და გულცივი ხდება. იმისათვის, რომ აქაც მოხდეს მე-12 ენერგიის სწორი განვითარება, აქაც ბავშვობის ასაკიდან უნდა მოხდეს მისი ენერგიების მართვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი კიდევ ძალიან მანიპულატორები იყვნენ ასეთი ტიპის ადამიანები.